მე ძალიან არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ ალბათ ხდებით, რომ არსებობს რელიგიები, განსაკუთრებით ციგნიერი რელიგიები, რომლებიც ღრმად დასაფუძნებელად და ყოვლის მომცველად ერჩიან ლიტერატურას. ჩვენ თვითონ ვართ ასეთ რელიგიაში. როგორც კი ქრისტიანობა დამკვიდრდა, ლიტერატურა დამთავრდა. იმიტომ რომ გავბედავდა ვიტყვი მეც, ძალიან საინტერესო ნაწერები გვაქვს, ბერძნული, ქართული, სომხური და სხვა, მაგრამ იმ სიმაღლეზე, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, შუა საუკუნეებიდან ვერაფერი ვერ გავწერეთ, ვერავინ. თქვენ მეთქვით როგორ, აბა გრიგოლ ხანძთელის წელს შუშანიკის კარგი ნაწერებია. მაგრამ როცა ვეფხისტყაოსნის ავტორი ხარ, არ ვქნათ ახლა. შევადაროთ ერთმანეთს და აქვს რამე შანსი ჩვენს რელიგიურ ლიტერატურას. რამე აი ერთი პატარა შანსი, თქონდა. დადო ასამით ხო იცი, რომ დრო არ დაგვიკარგოს, ეს დრო შევავსებთ, ჩვენ წერდით ვაკეთებთ. ქრისტიანობა ციგნიერი რელიგია. ქრისტიანობა რო არ ყოფილიყო არც ვეფხისტყაოსანი, არაფერი არ იქნებოდა. გასაგებია, რომ წერაგი ხო არ გვეწოდებოდა, რას მივახცევთ. მაგრამ ციგნიერი არ ნიშნავს მაღალ მხატვრს. და სანამ თავისუფლება არ შემოიჭრა შუა საუკუნეებში, მანამ იწერებოდა და იწერება, სულ იწერებოდა რაღაცა, მაგრამ არაფერი ვერგილიუსის მსგავსი მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მე-11, მე-12 საუკუნეში ევროპაში არ დაიწერა. პირველი მერცხალი ჩვენთან აფრინდა აღმოსავლეთში. პირველებმა აქით მხარეს ვთქვით, რომ ეს ამბავი აღარა და პირველი მერცხალი არაქრისტიანი პოეტი იყო. ამ თვალსაზრისით, რომელმაც გაბედა და დაწერა ისეთი დიდი რამ, რომელზეც ჩვენი საუბარი ღირს, ანუ ვერგილიუსის და ჰომეროსის და ასეთების ტოლფასი რამ, მას ჩვენი მეზობელი ნიზამი განჯევი, ან განჯელი, განჯა არის ქალაქი დაკავშირებული ორ უზარმაზარ პოეტთან, ერთი იქ დაიბადა, მეორე იქ მოკვდა, მოგეხსენებათ ნიკოლოზ ბარათაშვილი, ხოლო ნიზამი მიწერილი აქვს ახლა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანელ ხალხს. ისინი ამბობენ, ნიზამი არის აზერბაიჯანელი პოეტი. სინამდვილეში როგორ არის? სინამდვილეში ასე რომ ნიზამის მამა იყო თურქი, დედა იყო კურთი და ვინაიდან განჯა ამჟამად არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ამიტომ იყო თურქი რახან იყო, ალბათ ესე იგი აზერბაიჯანელად ჩაითვლება, მაგრამ იგი წერდა სპარსულ ენას. რა თქმა უნდა, იგი არის დიდი სპარსი პოეტი. ის რო წარმოშობით არ იყო სპარსი, ბევრს არაფერს არ ნიშნავს, რომ წარმოშობით პუშკინი როგორი რუსი იყო, თქვენც იცით, მეც ვიცი და მისმა აფრიკელმა ნაცისებმა. ტოლსტოი როგორი რუსი იყო, თუ მასე მიდგება საქმე, ან თუნდაც დოსტოევსკი და სხვა ყველანი იცი და გოგოლი საერთოდ ისე იგი უკრაინელი იყო, მაგრამ უკრაინელებს რუსები არ აღიარებდნენ, არც მაშინ და მეგონი არც ახლა აღიარებდნენ. როგორც დამოუკიდებელ ნაციას. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ენა მითხარი, რომელზე წერს და იქაური მწერალია. მაგალითად, რუსი მწერალი ჩხარტიშვილი არის რუსი მწერალი. წარმოშობით ქართველია, ზესტაფონშია დაბადებული. 2 წლის ასაკიდან არის რუსეთში. ქვია ახლა ბორის აკუნინი და არის რუსი მწერალი. ჩვენ რომ გავჭირდებოდა, წერლობა რო არ ქონოდა, შეიძლება გვეთქვა რომ ქართველია. ჩვენ არ გავჭირდა. ნაბოკოვი ნამდვილად არის რუსი მწერალი, რომელმაც ასევე დაწერა ინგლისური წიგნი. ეს რთული შემთხვევა, რომ ნაბოკოვამდე ჩვენ არ ავდივართ ამ შემთხვევაში და თავ შევიკავებთ, იმიტომ რომ ეს ჩემი საყვარელი ავტორია, სხვათა შორის და ხშირად გაუგებარია ხოლმე, როგორ შეიძლება შენი საყვარელი იყოს ავტორი, რომელიც ყველაზე საყვარელი ავტორს აგინებდა დედა ღამე დილას და საღამოს. სადაც ამბობდა, რომ ვისაც ის უყვარს, ყველა არის ხაჯი და გოები და მეც გავდივარ ხაჯებში და გოებებში, ასე ჩვენ რთული სიყვარული გვაქვს. ეგ არ არის დიდი პრობლემა. ოკუჯავაც რუსია, თუმცა სომხები ამბობენ, რომ სომხი, იმიტომ რომ მათ არ მეუღია. დიახ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, როცა მამა ქართველია და დედა სომხი, გამოდის რუსი პოეტი. სულიად ნათელი. ოკუჯავა შევარდნაძემ შეთავაზა საქართველოს ცხოვრება. ოკუჯავა ახლა როგორ რუსი იყო ხო გახსოვთ და
კაცმა არბაძე ისეთ სიტყვები დაწერა, მაგას ვერცეთ ქართული ვერ მოახერხა, ვერცეთმა რუსმა ვერ მოახერხა. ის იყო ძალიან შესანიშნავი რუსი მწერალი და პოეტი და მომღერალი და ბევრი რამ. თქმა უნდა ქართული გენეტიკა. ქართული გენეტიკა. მაგრამ დედა მამაზე უფრო უყვარდა ეს ვიცით მისი პოეზია. პირველი ავტორი, რომელიც სოფლიოში აზანზარა, იმის შემდეგ, რაც ყველას დაგვევისდა რა არის ნამდვილი დიდი ლიტერატურა, როცა წინებს კითხულობდა, ლოცულობდა ერთ ამბავში ვართ, მაგრამ არაფერი არ ახდენს ჩვენზე განსაკუთრებულ გავლენას. ძალიან ბევრი კაი რამე დაიწერა. მათ შორის ივანე დამასკელის, ისინი ითარგმნა უამრავი რამ, აკეთა, მაგრამ სული შემძრავი არაფერი არ ხდება. და უცებ მოდის მიზანი განჯევი და წერს 5 წიგნეულს მაჰმუდ-შაჰ შორის განხილვის ისია ყველა, მაგრამ ჩვენ მოდი განვიხილოთ ლეილი და მეჯნუნის ერთი ეპიზოდი. ეპიზოდი მე უკვე ახსენე, ხელახლა გამოვიდა. აი რა ხდება ლეილი და მეჯნუნში. მეჯნუნი, სახელად კაისი, მეჯნუნი დაერქვა, იმიტომ რომ ბავშვობიდან გააფრინა და გამიჯნურდა და მეჯნუნი შმაკს და გადარევის ნიშნავს და გადაიგია. მეჯნუნს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ბავშვობიდან სკოლაში ყავდა ლეილი და შეუყვარდა, მაგრამ ეს სიყვარული ისეთი ფორმებით გამოხატა, რომ ლეილის ნათესაობა შეწუხდა, რომ კაცი გიჟია. დაინახავს ტირის, თავს უყამს კედელს და საშინელება ხდება. იმასაც ძალიან უყვარს. მაგრამ ნათესაობა მტკვარო არა. აი მეჯნუნი, როდესაც კაისი გამიჯნურდა მეჯნუნი დაერქვა, მეჯნუნმა შეუკვეთა სპეციალური ფუნქციები, ვარაგი. თქვენ იცით, რომ ისლამში ნახატი არ შეიძლება. მეტიც ისლამში, სერიოზული ნამდვილი ისლამში ფოტოც არ შეიძლება. და თუ ფოტოს იღებენ, ის ისეთია, რომელშიც იდენტიფიკაცია შეუძლებელია, აი ასეთი თვალი გამოჩნდება მართო ქალის და ასეთ ქალები გადაიღებენ სურათს, ეგ შეიძლება, მაგრამ რეალურად ის სურათი არ არის. და ზოგიერთ მკაც ვარიანტში ესეც არ შეიძლება. ნახატვა ადამიანის არ შეიძლება. მე მგონი ამის მოყოლა არ ღირს, იმიტომ რომ ყველას გვაქვს რაღაცეები წაკითხული. მათ შორის ძალიან მეზობელი ქვეყნის შესანიშნავი წერის. ამიტომ თქვათ ასეთი ამბავი, რომ მეჯნუნმა შეუკვეთა არა ნახატი კაისი შეყვარებულის, არამედ შეუკვეთა მეჯნუნმა მისი ვარაგი, სადაც წერია ორი სიტყვა. ლეილი და მეჯნუნი. მეხსიერთ ყურადღება აღმოსავლური ნაწარმოები, როცა ამბობს კაცის და ქალის შესახებ პოემას, ჯერ იტყვის ქალი, მერე იტყვის კაცი. შედრ, რომეო და ჯულიეტა, ლეილი და მეჯნუნი, ტრისტანი და იზოლდა და ასე შემდეგ. შეგვიძლია დადარებდა. ანუ ქალი წინაა წასული იქან, ანუ უარყოფით კონოტაციაში არის პირველი წელი. ისინი ამბობენ შავი და თეთრი და არა თეთრი და შავი. ისინი ამბობენ სიკვდილი და სიცოცხლე. ახლა არ ვიტყვი ჩვენი ენა ამ ხრივ როგორ იქცევა, როგორ თვითონ ჩვენ გავხდები. ჩვენ რომელი კულტურის ნაწილი ვიყავით დიდი ხნის განმავლობაში. და რა პატივისცემა ჰქონდა კალების მიმართ ხილე საქართველოს პარლამენტში ქალთა პროცენტული შემადგენლობა. და მათ აღელვება ხალხის რაჩვაში არის, როგორ შეიძლება და შინაარსობრივი გურამი არ არის თანახმაების, მე მაგას კოტირებს. ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ გურამი იყო წინააღმდეგ. ეს რატომ მითხარი რატო? ლეილი და მეჯნუნი წერია კახალზე, ვარაღზე. და ვინაიდან არაბული ძალიან ლამაზი შრიფტია მოგეხსენებათ. ის ნახატივით არის. ანუ ლეილი პორტრეტი არა, მაგრამ ნახატია ლამაზი რა, სახელი რო წერია. დაინახა უკვე გადარეულმა და თქვა და გაბულმა და ის ნაწილი, სადაც ეწერა ლეილი დააფუჭა. დააჩხარნა მოსკოვ. რო კითხეს რა შვები გიჟო რა ლაპარაკია რასაც ახსნა მოჩნდა ძალიან მარტივი. სადაც წერია მეჯნუნი მასში იგულისხმება ლეილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ არის მეჯნუნი. მეჯნუნი არის კაცი, რომელში შიგნით ზის ლეილი. და მართლაც განმარტებაც ასეთია მეჯნური არის, შეყვარებული არის და შეყვარებულს ხო ვიღაცა უყვარს. ის ვიღაცა არ შეიძლება ვინმე სხვა იყოს თუ არა ლეილი. ამიტომ მოსპო ის სახელი.
ჩვენ პირველად ხედავთ ასეთ უცნაურ რაღაცას, როდესაც სასიყვარულო ობიექტი ნადგურდება სიყვარულის სიმაღლისგან. ეს საშინელი ტრაგედია ეს პოემა, ვისაც არ წაუკითხავთ, ძალიან გთხოვთ, უყურადღებოთ, არ დატოვოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ვეფხისტყაოსანში ხდება სრულიად გასაგები, როცა ლეილი და მეჯნუნი და ეს არ დამალავს და რომ ამას იცნობს კარგად, მან ახსენა ეს ამბები. განსაკუთრებული შემთხვევა კი ვითი გამოჩნდა ლეილი და მეჯნუნი ვეფხისტყაოსანში, გახლავთ ვეფხისტყაოსნის სათაური. ვეფხისტყაოსანს ქვია ვეფხისტყაოსანი, ჩვენ მიჩვეული ვართ ამას. და გონია რომ სათაურია რა, აიგო. გრიგო ხანძთელის ცხოვრება და ვეფხისტყაოსანი. ამე განსხვავებას ვერ ვხედავ. ამ დროს მინდა გითხრათ, რომ ვეფხისტყაოსანი არის ის მეტაფორა წერან რო გითხარით. ეს არის ერთი კაცი, რომელშიც ორი ადამიანია. ეს არის ტარიელი, რომელსაც ნესტანი აცვია. იმიტომ რომ ვეფხი არის ნესტანის სიმბოლო. ვეფხისტყაოსანი უბრალოდ ტარიელი კი არ არის. ვეფხისტყაოსანი არის ტარიელი, რომელმაც დაკარგა ნესტანი, რომელიც სიმბოლოც არის ავაზა. ერთი სიტყვა, რომელშიც ისიც ნათქვამია, რომ ეს კაცი დაკარგულია. იმიტომ ტყავს ვიცვამთ მაშინ, როცა ვგლოვობთ. იხილე გილგამეში. გილგამეში ენქიდუ რომ მოგდათ, გაიხადა თანსაცმელი, ჩაიცვა ლომის ტყავები, ლომები დახოცა. რუსთაველს არ აქვს საკითხული გილგამეში, ვიცით 100%. მატარიელიც ხოცავს, ლომებსაც და ვეფხვებსაც. საოცარი შეხვედრებია, როგორც გილგამეშთან, ისე გაცილებით უფრო გასაგები შეხვედრები ლეილი და მეჯნუნთან. ადამიანის კონცეფციის თვალსაჩინო ვეფხისტყაოსანი რა თქმა უნდა არის მსოფლიო ლიტერატურის ძეგლი. იმიტომ რომ მან ძალიან მტკიცე დასკვნა წარმოადგინა თუ რა არის ადამიანის მოვალეობა. ჩვენ მასე არ ვცხოვრობთ. ჩვენ არ გვინდა ეს დავინახოთ. რუსთაველი ძლიერი კაცი იყო. მე უკვე გითხარით ერთი მისი თავისებურების შესახებ. მოყავს ციტატები, რომელსაც მე ვერცად ვერ ყოფილიო. ანუ რუსთაველი მუშაობს ფილოლოგების წინააღმდეგ. კაი ავტორი იყო ჯოისი. მოიყვანა ციტატა, წავედით ვიპოვეთ. სკოლიოში აღნიშნეთ, რომ იგულისხმება ეს. პატიოსანი კაცია. ბევრი წიგნი წაიკითხა, ბევრი დაიმოწა. შემდეგ მოვიდნენ აფერისტები. ბორხესი მაგალითად. რომელმაც დაიწყო ტყუილები. რომელმაც პარომწერლობა თამაშია. ნუ ჩვენ ეს უფრო მოგწეს კაი. ამის მერე მოვიდა უმბერტო ეკო სადაც იყო. ცოცხალია საწყო. აჰა. აი ამების მომწყობი ვინც არის? იწინებდა და იღვიძებდა ეკოზე ლაპარაკით და ფიქრით, მე მას შევფიქრდი, ჩამოგიყვანთ მეთქი. ხათუნა სადაც ის იმედი იყო დიდი, მაგრამ ვერ ჩამოუყვანეთ, ვერ მოვასაჯა დაიცვალა უმბერტო ეკო მოგეხსენებათ? უმბერტო ეკო ამბობდა, რომ აი ეს ხელნაწერი ვიპოვეთ თბილისში, ისე და საწყალი ქართველები დავგვოდით ვეძებდით და ხელნაწერი. მე ტყუილი აღმოჩნდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია დღეს. დარბაში მთარგმნელი ზის, რომელსაც წიგნი აქვს ნათარგმნი, რომელიც წიგნშიც ავტორმა უსინდისოდ მიატოვა პერსონაჟი გამოკეთილ სივრცეში და არაფერ არ გვაცნობს, მის ბედს ამდენი დრო გავიდა, ჯერ კიდე არ მიბრუნებია ამ საკითხს. ხო წარმოგიდგენთ დიკენს რა მოუვიდოდა, რომელმაც თაროებზე დაალაგა ყველა პერსონაჟი, კრიკლი იმის დირექტორია, ის იგზის, ის იქ მოხდა, ის მოხდა, ის ავსტრალიაში წავიდა, ყველაფერი. როგორც ამერიკული კინოს დასასრულში. 24 წელი ისინი კვლავ მეგობრები არიან. დღევანდელი მწერლობა გახდა ძალიან უპასუხისმგებლოდ მოთამაშე. საფუძველი ამას ჩვენს ლიტერატურაში გაუჩინა რუსთაველი. ყველაზე მოულოდნელი არის, რომ რუსთაველი ასე თანამედროვე აღმოჩნდა სწორედ იმ ნაწილში, რომელიც აი პოსტმოდერნიზმის, ყველა პოსტმოდერნიზმის დიდ მიღწევებას ითვლება, ეს თამაში, სრულ ციტატები, ყალბი მინიშნებები, თან რა ძეგლებს აწუხებს, ნახეთ. ამბობს, რომ სახარებაში წერია, ამბობს, რომ ბიბლიაში წერია, ამბობს, ჩინეთში ქვაზე წერია, ამბობს და სულ მისი აზრები. სულ. აი მაგალითად, შიში, შეიქს სიყვარულსა, რამდენიც გინდა, აი აქედან პრემია დავნიშნოთ. რაც გინდა
ვერ იპოვეთ ვერსად, არ წერია არცად. ხო, მართლაც ამბობს და მიუთითებს რა, არ ამბობს. არცად არ წერია. შეიძლება სწორი იდეა, შეიძლება არასწორი იდეა, მაგრამ ციტატა რო ნამდვილად სრულად რაც უნდა ლაპარაკი. აი ამ კაცმა დახატა რამდენიმე საქართველოს. აი როგორ იგოცით? დიდი მხატვარი მოიხსენებათ, ხატავდა ერთ ტაძარს ბევრჯერ. ილაშვა დღეზე საღამოს, ნაჭამი, უჭმელი, შიერი, შეყვარებულზე გაფრაზებული და სხვა. ყველა ნახატი ძალიან მაგარია. მოიხსენებათ. ყველას ერთად ვერ ნახა, იმიტომ რომ სოფლის სხვადასხვა მუზეუმში არის განთესილი, მაგრამ ხატავდა და ხატავდა. მეორე დიდი ხატვარი ხატავდა ერთ ქალს, დორა მაას. არგენტინელ ქალს. ყველა ნახატს ნამდვილად ვერ ნახა და ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მე ნანახი მაქვს. დორა მაარი კატით, ეს არავის არ უნახავს, მე ჩემს გარდა. სოფლის ის გარდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოიხსენებათ შორი არ არის საფინი სადაც ინახება და ბევრი დორამა არის და რუსთაველი ხატავს ბევრ საქართველოს. ერთი პოემა უამრავი საქართველო. ნახე, არაბეთი საქართველო. საიდან ვიცი? როგორც საიდან ვიცი, რომ მეფეს ძე არ აქვს. ქალიშვილი ყავს. ძიმე ამბავია. მეფე გენიოსია. მეფე კეთილია. გადასცა დაუბრება თავის ქალიშვილს თავისავე სიცოცხლეში. ვეზირები ეთანხმებიან, შვიდობიანი გადაცემა. 2012 წელს პირველი იყო, არ დაიჯეროთ ხალხო, ქრისტიანოსთან უკვე იყო ხელისუფლების შვიდობიანი გადაცემა. მეორე საქართველო, ინდოეთი. საიდან ვიცი, მეფეს ძე არ აქვს. ქალიშვილი ყავს. კიდე საიდან ვიცი, უცხოეთიდან ქმარი გამოიწერეს. კიდე საიდან ვიცი, ის გამოწერილი ქმარი ხორეზმელი იყო. წილი თვალები ჰქონდა, მონღოლოიდი იყო. თქვა გიორგი არ ერქვა და რუსი არ იყო, გამოწერილი. კიდე რა ვიცი, ცუდად მოექცნენ საქართველოში უცხოელ უფლისწულს. ხო, გავსა ინდოეთიც. კიდევ არის სამეფო და კიდევ გავს საქართველოს. ძაშვილებმა რაღაცა წაართვეს ვიღაცას. მართლა ხო არ გეცნობათ რამე. თქვენ ხო იცით, რომ ჩვენმა მეფემ, კეთილმა მეფემ, კარგმა მეფემ თავის ძმისშვილს თვალები დათხარა, დაასაჭურისა, რომ მისი ქალიშვილი, ეს კეთილი ნათელი, ასე შემდეგ დაღწია ექონა. რა თქმა უნდა, არაბული ვერსია ყველაზე უფრო მოგწონდა ჩვენ და რუსთაველმა ის იმიტომ დაწერა, რომ ვინმეს მასთან პრეტენზია არ ქონოდა. მაგრამ ინდოეთიც ხო დაწერა, სადაც ძმამ და შეიწირა, დავარი შეიწირა. იქ ძმა იყო, აქ და არის, იქ ძმისშვილი იყო, აქ დიშვილი იყო და გაჯიბი იქნებიან და ასე შემდეგ. ძალიან ღრმად აღწერა საქართველოს 17-ჯერ, 27-ჯერ, ყველგან საქართველოს. შემაწუხებელი პოემა ამ თვალსაჩინით, თავისი გრანდიოზულობით. ეს პატარა ქვეყანა დღევანდელი, ოდესღაც იყო ზღვიდან ზღვამდე გაჭიმული იმპერია, რომლის შესახებ მოხსენება ბიზანტიის სამეფო კარზე, სადაც თქვენ გავდენა იმდან დიდი იყო, რომ ყველაზე დიდი დედოფალი ქართველი იყო ბაგრატიონის გვარზე. მოხსენება დღეში ორჯერ კეთდებოდა დილას და საღამოს საქართველოს შესახებ. უმნიშვნელოვანესი იმპერია იმდროინდელ მსოფლიოში. ეს იმპერია რუსთაველმა აღწერა როგორც კეთილი არაბეთი, როგორც ბოროტი ინდოეთი, როგორც რაღაცნაირი ურადინ-პრიდონის სამშობლო, როგორც ძალიან დამახასიათებელი სხვათა სამეფო, რომლის დედოფალი ძალიან თავისუფალი ყოფაქცევი ქალია. და თქვენ გონიათ ამას ვინმე აპატიებდა? ხო, სულტყუილებს რო ამბობდა, ციტატები რო ყავი იყო, ამაზეც ამბობდა, საქართველო არ არის, საქართველო არის არაბეთი. ნახე რა კაია. აი კარგია, ნახე მეფე რა მეფეა, როგორ უხარია რომ ავთანდილმა დაამარცხა. თქვენ ასეთ მეფეები, პრეზიდენტები, პრემიერები იგულებათ სადმე, რომელსაც გაუხარდება რომ ნადირობაში დაამარცხებს უნდა. ეგეც საქართველო გინა ეს რაპარია. ეგი სიზმარში ნახა რუსთაველმა არაბეთი როგორც საქართველო. ამდენი საქართველო კარგად აღწერილი ინდოეთია, 7 სამეფო, ხალხის დახოცვა, მეფეების გამოწერილი მეფეების დახოცვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესაა საქართველო. და თამარიც
თინათინივით ნათელი უემოციო მარინა არ ყოფილა ვიცით რომ იმპულსური და რადარებული იყო დაახლოებით ისეთი როგორც ნესტან დარჯანი ანუ დაახლოებით ისეთი როგორც იქნებოდა ქართველი ქალი მედიაში და უმავალი აბა როგორი იქნებოდა ვიცი თინათინი ეგეთი ქართველი ქალი ვინმე სადმე გინახავ ნესტან დარჯანი ვინმეს არ გინახავ რა თქმა უნდა ძალიან კარგად ვიცით რომელი როგორი საქართველო რუსთაველი ამის ოსტატია იტყვის რაღაცას და ავტორიტეტი იმწუდა ჩინეთში არის ნახმარი მერაშვაში მადე იმჭაი ძალიან ძლიერი კაცია ერთი ჩინელი ავტორი იცის როგორც ჩანს ძალიან კარგად მე აგერ ამ ლექციის ცნობისას საჩუქარი მივედი ამაში არის ჩემი ერთ-ერთი ლექციის დამსწრე კაცი რომელსაც ადრე ვატარებდი ილიანში ჩინეთში აღმოჩენილა სამსახურებრივად და დაუდეძინის რაღაცა ტექსტიანი აქვს ეს საჩუქარი. ნუ ჩემთვის ძალიან ძვირფას საჩუქარია, მადლობელი ვარ ძალიან. დაუდეძინის, ანუ ლაოცის რაღაცეები აქვს მოხმობილი. მოდ ასეთ არ ვთქვამს, ამეებზე არ ვთქვამ ჩინურია. ერთადერთი რამ, რომელზეც მან თქვა, რომ ჩინურიაო და ვეძებთ ჩინეთში, ეს არის რაზა ჩინს პასაზე და როწერია ვინ მოყარეს არ ეძებს იგი თავისამტერი ეს პასწულია ეს უყოვე წყალი პასეჩი უყოვე ჩინეთში ჩინური და მე ახლა შეგახსენებთ ლაოცის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ აზრს ლაოცი რა თქმა უნდა რთული პოეტია რთული ფილოსოფოსია მაგრამ ერთი აზრი თქვა მე მგონი გავიგეთ რა თქვა უნდა გითხრათ რომ გვაქვს ქართული თარგმანი, გვაქვს 17 მაქვს მე ნანახი რუსული თარგმანი, მათ შორის ჩინელების თარგმანი, რუსების თარგმანი და სხვა, გვაქვს უამრავი ინგლისური, ფრანგული, გერმანული და სხვა თარგმანი. არც ერთი არ გავს ერთმანეთს. ამიტომ არსებობს კიდევ ერთი გზა, გვაქვს ჩინური ტექსტი, კურსორით მიხვალ და გიწერს ყველა იეროგლიფის მნიშვნელობას და შეიძლება თვითონ გაიკვლიო გზა ჩინური გრამატიკის აღწევითაც კი. ანუ თვითონ დაინახო იქ გაწერია სინამდვილეში. და მე გამოიტანო აზრი, იმიტომ რომ ყველა თარგმნის ინტერპრეტაციას. მაგრამ ერთი ადგილი ყველა ამ თარგმანის გათვალისწინებით და მათ შორის იეროგლიფების და თარგმანების კურსორული თარგმანების გათვალისწინებით თითქოს მეტნაკლებად გასაგებია. ის ამოს ასეთ რამეს. დაო არის გზა. ეს ასრულყოფის გზა, ადამიანის გზა, ზუსტად ის ასე ჩვენ ვაპარაკობთ, ფილოგენეზი. დაოს დაინახავ სრულად თუ ვნებებისგან ცარიელი ხარ. ხოლო თუ ვნებებისგან სავსე ხარ, დაინახავ დაოს კონტურებს. და ორივე დაოს სრული და დაოს კონტური არის ნამდვილი დაო. აი ეს წერია. რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს წიგნი მე აგებულია იმაზე, როგორ უნდა გათავისუფლდე ვნებებისგან. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ თუ გინდა გაიგო ხალი როგორია გარეგნულად, რამენაირად ობიექტურად უნდა იყო განწყობილი, არც უნდა გძილდეს და არც უნდა გიყვარდეს. რო შეაფასო. თუ გიყვარს, უკვე კარგია. თუ არ გიყვარს, რაც გინდა იყოს, არ ვარგა. და დაო გვასწავლის, რომ ობიექტურობა შესაძლებელია თუ ისწავლი ვნებათაგან გათავისუფლებას. ეს როგორ უნდა ისწავლოს, როცა გიყვარს, როგორ შეიძლება არ გიყვარს. მე არ ვიტყვი ვის ძე, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევა, რომ კაცი იყო შეყვარებული. ასეთი შემთხვევები ხდება ხოლმე. მან დაიწყო მტკიცება, რომ მისი შეყვარებული ფორტეპიანოზე უკრავდა უკეთესად, ვიდრე მარია გრინბერგი. მარია გრინბერგი იმ პერიოდში პოპულარული პიანისტი იყო, მაგრამ ტექნიკური შემსრულებელი იყო, ძალიან სწრაფად უკრავდა და ეს ნათქვამი ვიღაცებმა თქვეს, რომ თქვა, რა მოხდა, მე ალბათ კი კარგად უკრავს, ალბათ მაგის შეყვარებული. მერე გადავიდა და ემილ გილერსზე უკეთ უკრავს. ემილ გილერსი გამოკონის გამოცემული ავტორია და არ არსებობს თითქოს, მაგრამ შეყვარებულია კაცი, სმენა კარგია, კონსერვატორია გამთავრებულია, საცოლე უკრავს, ალბათ მაგარია, თქვით ჩვენ.
მერე თქვა სვიატოსლავ რიხტერზე მაგრამ აქ ჩვენ აღგვით და სვიატოსლავ რიხტერი უკრავდა ისე როგორც ბეთჰოვენი წერდა ეს იყო მისი ნაკნიკი ის ზუსტად იმას უკრავდა რაც გაწერილი იყო ყველა სხვა აკეთებდა რაღაც ინტერპრეტაციას დრო რო გავიდა დღეს ითვლება რომ რიხტერი მაინც ძალიან მაგარი იყო ჰოროვიცზე მაგარი იყო იმაზე მაგარი მაგრამ ეს არის საკითხი ახლა ჩანაწერი არსებობს იმ კალიგრაფიის კი და რომ უსმინეთ რა ის მარია დინკრიბერტი უბრალოდ ვერ უკრავდა მაგრამ კაცი შეყვარებული იყო შეეწუხა ხელა სახელები შეყვარებული კაცი ასე ხედავს ჩვენ სიმპათიით ბევრ რამეს ვაკეთებთ სიყვარულით ყველაფერი ხდება ხოლმე პოლიტიკაში იმაში ბევრ რამეს სიძულვით და ის გვასწავლის რომ თუ გინდა დაინახო უნდა გათავისუფლდეთ ნებებისგან და ფრისტყაოსანი დაწერილი ასე როდესაც გათავისუფლდა ნებებისგან აღწერა ნესტანდარეჯანი და როდესაც ავსებული იყო ამ ნებები აღწერა თამარი რო თქვა რომ ვის ნიქებანი თქვენ მე არ გამორჩეული ეგარია თამარი ეგეთია თამარი არის ქებათა ქება ქალობას დაეხო კაცების თავარი იდეალი ქალებში სინარნარე სიწყნარე გაგება შეყვარებული ეუბნება უნდა წავიდეთ ძმაო მე სერიოზული საქმეა შენ კი გიყვარვარ და რაღაცა მაგრამ ამას აქცალია მე შენთვის და ეს როგორ ეკიდება ამას გაგება აქ გაგება ნესტანი როგორ ეკიდება ხოლმე ასეთ ამბებს გასწორთ იმ კაცმა რომ უთხრა რომ მე რა უნდა მექნა უკვე გადაწყვეტილი ქონდა ყველაფერი დალეცა ყველაფერი და საზისღარი სიტყვებით მოიხსენე მე რომ დარიელი ყოფილიყავ ასეთ სიტყვებით მე ხალხი როგორ მეყვარებოდა მაგრამ ეს ნამდვილი თამარია ნამდვილი აი ნამდვილი ნესტანდარეჯანში პირდაპირ ესე იგი ეკრანიდან და იმიდან გამოდის ფურცლებიდან ასეთი ნება ასეთი სიგიჟე ვეფხი პირგამეხებულა ყველას მინახავს ეს ვისაც ეს არ გინახავთ გილოცავთ ხო თქვენ სხვა სამყაროში ცხოვრობ ყველა ჩვენი ქალი მათში თვლენს პირგამეხებული ვეფხვი არ გააბრაზოთ თორე ალაგდიონმა რა თქვა რომ მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებულსო და ასე შემდეგ ეგეთი ამბებია ჩვენი ქალები ხედავენ სიზმრებს არა თქვენებულს რუსთაველის 1000 წელი მადლობელი ვარ 1000 წელი რომ მან გვაჩვენა ნამდვილი სამყარო ოღონდ ძვირი დაუჯდა არ გაუვიდა თავისი ხუმრობები ციტატებით და არაბეთებით ამხილეს იპოვეს წაშალეს ჩვენი ხალხი ძალათავისებურად მოიქცა ჩვენი ხალხის მადლობელიც უნდა ვიყოთ რუსთაველი წაშალეს პოემა გადაწერეს გაცილებით უარესი იქნებოდა პოემა წაეშალა და ვიღაცა კაცი ეთქვა თუ ესაა მაგარიოთა ჩვენ არ ქონოდა მტკიცებული ყველას ჭირდება ნაციონალური პოემა ყველას ჭირდება ასე ხდება ნაციები დიდი საქმეა ბერძნებს ყავდათ შვიდათ იყვნენ რომაელებს დაჭირდათ იმპერატორმა დაიბარა და უთხრა შენ იქნები და ყავთ ახლა რომაელებს იტალიელებსაც ყავთ ჩვენ მათ კაცზე დავიწყებთ ახლა ლაპარაკი სწორედ რუსებსაც ყავთ ყველას ყავს ნაციონალური პოეტი ვისაც არ ყავს ის აკეთებს აი მაგალითად შეიძლება იკითხოთ ვინ არის თქვენი დიდი პოეტი არ ვიტყვი ვინ არის და ვიზია ლაპარაკი რო არ ეწყინოთ დაასახელებენ ერთ კაცს რომელიც დაახლოებით მიქაელ მოძრეკიძის ამბავში გადის რამე ლექსი შეგიძლია უთხრა გვეხა შენ ვითომ იმიტომ იცი ვერ იტყვის ლექსს რატომ ძველ ენაზეა დაწერილი რომელიც ახალს არ ესმის განსხვავებით ქართულისგან რომელიც ისეთი ძველი ენაა რომ ძველი ქართული რასაც ქვია ის ფაქტობრივად ახალი ქართული ანუ ვეფხისტყაოსანი იქნება თუ შუშანიკის საამბო იმდენად ძველი იყო ენა და იმდენად ადრე მოხდა ცვლილებები რომ ეს ჩვენთან ახლოსა და გვესმის ну რაღაც სიტყვები არ გვესმის იჯუნა რაღაცა მაგრამ ძირითადში გვესმის იმათ არ ესმის თავისი შუა საუკუნეების ენა არის სხვა ენა არ ესმის არის დიდი პოეტი რომელიც წერდა რაღაცებს რომელიც არავის არ ესმის რომელიც არავინ არ იცის მაგრამ დიდია ვისაც უნდა კითხო ტაქსის ძღოლს ვისაც გეტყვის ჩვენი
ეს პოეტი. რატომ მოხდეს გაჭირვებისგან? მეორე შემთხვევა მე უკვე გითხარით, ისიც მეზობელი ხალხია. სპარსულ ენაზე მწერალ პოეზია მოჩვენიო, იმიტომ ჩვენთან დაიბადა სწორია. მე მეშინია ბარათაშვილიც არ წაიღო ჩვენთან მოგდავა, მაგრამ ბარათაშვილი ჩვენ თვითონ ვერ მოვიდით და ასწრები რასიზმი. ერთი სიტყვით ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ევროპა პოეტურად, ლიტერატურულად მკვდარი. საუკუნეების მანძილზე. ლიტერატურა გაცოცხლდა აღმოსავლეთში. დაიწერა სპარსული პოემები, დაიწერა ქართული პოემები. სხვა ქართული პოეტებიც გამოჩნდნენ, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი უბრალოდ რუსთაველის სიგრძემ ისინი გაჩაღდა. და ამ დროს როგორც იქნა იტალიაში დაიჯერეს, რომ ადამიანი არის მნიშვნელოვანი ასეთი. მე მინდა ერთი სიტყვის განმარტებით დავიწყოთ. თქვენ იცით ეს შესანიშნავი სიტყვა დღეს ათეისტებმა დაირქვეს ჰუმანისტები. იმიტომ ათეისტი ძალიან ცუდად ჟღერს და პრინციპში არ ასახავს მოვლენას, უღმერთოები არ არიან ისინი, ვისაც არ წამს აღქმა და ასეთი, ისინი ახლა არიან ჰუმანისტები. მე მაგათ შეკრებაზე ვიყავი და იმათ თქვენ ჩვენ ვართ ჰუმანისტები. ძირითადად ლიბერალები არიან ჰუმანისტები. ყველა ცდება ამ სიტყვის განმარტებაში. იმიტომ რომ ეს არის ეგრეთ წოდებული მთარგმნელის ყალბი მეგობარი. იცით თქვენ ასეთი რამ არსებობს. ложные друзья переводчик. ჩემ ფრანგი ადგილს დიაკიდე. აი მაგალითად, ეს ჩვენია დღეს საფრანგეთის საელჩოში რუსმა ელჩმა აზიაში გადათქვა. Mesdames, messieurs, prenons le bocal et buvons pour la santé du président de la France. და თელი საფრანგეთი დაწვას იცით. იმიტომ რომ მას უნდა ეთქვა. ქალბატონებო და ბატონებო, ავიღოთ ხელში ჩიქები და შევსვათ საფრანგეთის პრეზიდენტის ადრეცები. და გამოუვიდა ნათქვამი, ავიღოთ ხელში ქილები, ბანკები და დავლიოთ სადღაც და რაღაცა რუსი რა თავარჯო. სამლიტვიანი ბანკებით ახლა იქნება შამპანურისა. ძალიან სერიოზულმა შეწყვეტა. უბრალოდ სიტყვა ბოკალი რუსულად კი არის ბოკალი, მაგრამ ფრანგულად მას ქვია ფუჟე. და ბოკალი ფრანგულად არის სწორედ ის ქილა, რომელიც უსპარამია. ეს არის თარგმნელის ყალბი მეგობარი, ასეთი ტიპის შეცდომები ხდება. ქართულში ერთხელ იყო ასეთი თარგმანი, იაპონიაში შესანიშნავი ამინდი იდგა. და ვინდაოს კაცო, რატომაც არა, უბრალოდ კეწერე რომ პაგოდა იდგა. დაძა. ხდება ეგეთი რამე. ქართულ შეცდომებზე არ ვიტყვი, იმიტომ რომ ვიღაცას ეგონება, რაღაცა ვიღაცის შეშურდაო და ასე შემდეგ და არ შეგაწუხებთ მაგით. მაგრამ მე ვიცნობ ერთ კაცს, რომელმაც ერთი ძალიან სერიოზული რაღაც წაიღო სახში, რომელიც თქვა სპორტსმენს წერს ც-ასოთი, ვერძე წერს ც-ასოთი, და ის კი წაიღო სახში. და აწეინა ყველას, ვინც სწორად წერდა. მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის მოხსენებული, იმიტომ რომ იმასაც გავდა მეგობრები. პრობლემა არა. ძველი ამბავია თან ახალი არ არის, ამიტომ დავიწყებულია. რუსთაველი ნიზამი რამე გავლენას ახდენდა თუ არა ევროპაზე ჩვენ არ ვიცით, მაგრამ შეუძლებელია ეს ტალღა რომელიც აქეთკენ დაიხა, იქით არ წასული. ანუ მე არ ვჯერა რომ გავლენა საერთოდ არ იყო, მე ვერ ვიტყვი რომ დანტეს დაბადებაში რაიმე წვლილი გვაქვს ჩვენ, ზუსტად 100 წლის შემდეგ დაიბადა. რუსთაველიდან 100 წლის შემდეგ დაიბადა. ყოველთვის ითვლებოდა რომ ვიცით დანტეს დაბადების წელი. მაგრამ და დაახლოებით ვიცით ზოდიაკო. მაგრამ არ ვიცით ზუსტი დღე. იმიტომ რომ არ ვიცოდით ზოდიაკო მაშინდელი. წელს მოგეხსენებათ ყველა თავზარი დაგწეს, ზოდიაკო წაგვართვეს. მე პირადად ვიყავი რა ღრიანკალი და ხანდახან სასწორში ვეშლებოდი ვიღაცას ქალწულებში გადამაგდეს, ვარ ღრმად შეურაცხყოფილი, ნასაზე გაბრაზებული, მაგრამ ვიღაცა ჭკვიანმა ხალხმა იტალიაში თქვა, უი ეს ჩვენ საშუალებას მოგცემს დანტეს დაბადების დღე განსაზღვროთ სუსტათო და განსაზღვრეს დაბადების დღე და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, როცა გაირკვა რომ დანტე დაბადებულა 21 მაისს. 21 მაისი ეს არის აპოლონის დაბადების დღე. ღმერთ აპოლონის დაბადების დღე.
ეს ამავე დროს გამოჩნდა რომ ყოფილა დანტეს დაბადების დღე. ეს არის სახაროვის დაბადების დღე. ყველაზე დიდი ადამიანისა, ვინც დისენჩი შევიდა, მას შემდეგ რაც ბომბა გაუკეთა საბჭოთა კავშირს. და მე დაუპირისპირდა ყველაფერს. და უბრალოდ ვაი ჩვენ შემთხვევაში მოგვექნა რესპუბლიკური პარტია. ჩვენ ეს არაფერი არ ვიცოდით, რომ დანტეს და აპოლონის სახელობის პარტიას გვიყვართ, მაგრამ მელეჩნო პრიატნა რო იქნა. ასე რომ გაირკვა დანტეს ამბავი. დანტე ალიგიერი არის ყველაზე უფრო უცნაური პოეტი კაცობრიობის ისტორიაში, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ერთ კაცს ჰქონდეს ამოდენა ფანტაზია. მან ააშენა სამყარო, რომელიც არასოდეს არ არსებობდა, რომელიც შეიძლება არსებობს, მაგრამ ჩვენ არავის არ გვინახავს და მან ააშენა ეს სამყარო არა გეოგრაფიულად მარტო, არამედ მორალურადაც. მან მორალს უყოლა გეოგრაფიული განსაზღვრებები და შექმნა სამყარო ცოდვათა მიხედვით. ესეთი ამოცანა, წარმოუდგენელი ამოცანა. დანტე ალიგიერის კითხულობენ ყველგან და ყოველთვის, ყველა კითხულობენ. დანტეს კითხულობენ ჰუმანისტები. დანტეს კითხულობენ ადამიანები, რომელთაც არ ჯერათ, რომ ჯოჯოხეთი არსებობს. დანტე უყვართ ადამიანს, რომელთაც იციან, რომ არანაირი ღმერთი არ არსებობს, არანაირი სამოთხე არ არსებობს, არანაირი ჯოჯოხეთი არ არსებობს, არც განსაცმელი არსებობს, არაფერი არ არსებობს. მოვხდები დავიშლებით ატომებად, მოლეკულებით. და მაინც დანტეს კითხულობდა გეშინია. ასეთი ავტორი. მან დაწერა წიგნი სამ ნაწილად. ორი ნაწილი, როგორც ახლა გაირკვა, შეიძლება არ დაეწერა. იმიტომ თანამედროვე მკითხველმა თქვა, ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ ფილოლოგები ძალიან ნერვიულობთ ამის გამო. ჩვენ ვიცავთ მეორე და მესამე ნაწილს. ანუ ჩვენ ვიცავთ საფრთხინებელს, ანუ განსაცმელს და ჩვენ ვიცავთ, რა თქმა უნდა, სამოთხეს. მაგრამ მკითხველი ამბობს, არა, ჯოჯოხეთი საკმარისია. რატომ მოხდა ასე თქვა ხდები? ეს ცხოვრება იძლევა მარტო იმ სურათებს, რომელიც ჯოჯოხეთში აღწერილია. განსაცმენდელის და სამოთხის სურათები ძნელად წარმოსადგენია, რა ფანტაზია უნდა გქონდეს მიაღწია. დანტეს ფანტაზია მე მაოგნებს, ისე როგორც ალბათ აოგნებს ყველა მკითხველს. წარმოუდგენელი პოეტური ძალა, წარმოუდგენელი ფანტაზია. ადამიანი აწყობს იცნაურ კონსტრუქციას. ყველა ცოდვისთვის არსებობს ერთი ადგილი. ჩდება უბრალო მარტივი შეკითხვა. მე ლევან ბერძენიშვილს თუ 17 ცოდვა მაქვს, ჩემი ადგილი სად არის? იმიტომ მე ვხედავ ჩემს ადგილებს იქ. მე მაგალითად შეიძლება იქ ვიყო, სადაც არის ოდისევსი. ზაკვართა ადგილია. შეიძლება ეს გონია მზაპრობები, აბა ესე არ არის ჩემი. მე ორი ადამიანი დავაქორწინე არ უნდათ. ეხლა კი აფიცებენ მე არ ქეშვაში არ ვარ. ეგეთ ჩემი მზაპრობა არ არის. ყველა მისწევა. ძალიან მაგარი. მე შესანიშნავად ხედავ ჩემს ადგილს იქ, სადაც არის გარკვეული ინვეს ესე იგი სადაც თქვა კლეოპატრა. ეგ ისინი არიან და ხორცის სურვილებს რო აყვებიან ხოლმე. მაგალითად ახლა მაგარი ფიქრობ და ხორცობაზე ხორცის ნაწილში, ანუ ჭამის ნაწილში. ამბულად მაშინ ხორმუცელები დანტესთან სპეციალურად იჯებიან ჩემი ადგილი. განსაცმელში დარბიან საწყლები და არიან გამხდარი ჭtildeები. შივრები. ხორმუცელობა ცოდვა. ანუ არ არსებობს ადამიანი, რომელიც იქ თავის თავს არ იყოვის, ოღონდ ბევრს ყოფილა. და სად არის შენი ადგილი? ეს არ თქვა დანტეს. ეს გეოგრაფია კიდევ მიწერა დანტე, მაგრამ შენი ადგილი სად არის? შენ ჯოჯოხეთში. და მას აქვს ძალიან კარგი პასუხი. შენ თვითონ აიჩი. ანუ შენ თვითონ თქვი, რომელია შენი ყველაზე ინტენსიური ცოდვა. ყველაზე უფრო რომელს გრძნობ ცოდვა. ესეთი ინტერაქტიული წიგნი დაწერილი მე-13 საუკუნეში ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ინტერაქტიული, იმიტომ რომ შენზეა დამოკიდებული ბევრი, შენს პასუხებზეა დამოკიდებული, როგორ კითხულობ მას. გაიხსენეთ, რომ არის ასე ვთქვათ, მოძალადეთა ნაწილი. მე-7
წვე, მეშვიდე რკალი, მეშვიდე წვე. ამას წინათ ამერიკულ გადაცემაში, დილის გადაცემაში. რომელსაც მე ბევრჯერ უყურე ამერიკაში რო ვიყავი მათ პოლიტიკურ გადაცემებს, ახლა ერთ რამეს გეტყვით, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ საქართველოში პოლიტიკოსები იმ დონეზე რო ილაპარაკებენ, როგორც ამერიკაში ლაპარაკობენ, ან იმაზე იკამათებენ, რასაც იქ ლაპარაკობენ, ეს სხვა ქვეყანა იქნება. უნდა გითხრათ, რომ საყოველთაო წარმოდგენის მიუხედავად, რომ ამერიკაში შტერები არიან პოლიტიკაში და განსაკუთრებით პოლიტიკის ანალიზში, უნდა გითხრათ, რომ არ არის საქმე მას. უხაშვილზე უკეთესებით გიხარ. მე გაოგნებული უყურებდი გადაცემას, ამას გავმიგზავნე. მე ახლა ტელევიზორს არ უყურებ, ამერიკულს მით უმეტეს, რატო უნდა უყურებდე? და გავმიგზავნე ამერიკიდან ჩემმა ეკავმებო, ერთი ამას შეხედე. დილის გადაცემა. რომელსაც უყურებენ, რა ვიცი, რა ხალხი უყურებს, ალბათ დიასახლისები. გადაცემის დონე ნახეთ. ლაპარაკი არის, რა თქმა უნდა, ტრამპი, კლინტონი, აი ეგ ამბავია. და ერთმა თქვა, მეო, კლინტონს და ტრამპს ძველ და ახალ აღთქმას ვადარებო. უკვე ვიფიქრე, რომ დაბადები რამე, და ეს ლაპარაკობს ხალხი. არა ეს ტრამპისტი იყო, შკა. მე ძველი აღთქმისტი იყო. თვალისაც იყო. და რა ვიცი არის, რომელიც ფორმალური მორალის მომხრეა რა. დააშავე და ისაჯე. ისევ რო თქვა რომ თუ გაიფიქრე უკვე დაასაჯეო, დააშავე არ მოწონდა, ტრამპული არ არის. და ეს ვიფიქრე ამის გულისთვის მითხრეს ალბათ, რომ ლიტერატურული ციტატებია. თურმე არა. დემოკრატი ტიპი ეუბნება. არა. შენ ტყუილად შეაწუხე ეგ ძეგლია. ეგ არისო. დანტეს მეშვიდე წიგნის პირველი ნაწილის ამბავიო და დარბაზი მოკდა სიცილია. და მეც, მაგრამ თანარჩენი სოფლიო, რატომ მოკდებოდა სიცილით არ ვიცი. საქმე ის არის, რომ მე ძალიან კარგად ვიცნობ დანტეს. არა მარტო იმიტომ, რომ ვასალი და ვიბარებ, მრავალი წლის განმავლობაში, არამედ იმიტომ, რომ სულ კითხულობ ხოლმე. არის ხო ასეთი აკვიატებული წიგნი. მეშვიდე წიგნი არის ლაპარაკი მოძალადეებს. მეშვიდე წიგნი და ტრამპი უკვე კარგია. ტრამპი არის მოძალადე. მოძალადეები არიან სხვადასხვანაირები. არიან მოძალადეები სხვაზე, არიან მოძალადეები საკუთარ თავზე და არიან მოძალადეები უფლისწინაშე დამნაშავეები. პირველში არიან პირველ ნაწილში, მეშვიდე წიგნის პირველ ნაწილში არიან ავაზაკები და მკვლელები. ალექსანდრე მაკედონიელიდან დაწყებული, რომელიც ასეთი გონია დანტე ალიგიერის, გაგრძელებული ბევრი დიქტატორი და ცუდი ადამიანი, მათ შორის იტალიელი. ამიტომ როცა იმან თქვა, რომ ტრამპი არის მეშვიდე წიგნის პირველი ნაწილის კაცი, მან პრინციპულად თქვა, რომ ტრამპი პოლიტიკოსი კი არა არის, გარეწარი, ავაზაკი და ცუდი ადამიანი. დარბაზი აზრზეა ეს რას ნიშნავს და მოკდა სიცილია, დემოკრატიული ნაწილი, რა თქმა უნდა. ისინი მეორეები დაიბადნენ. დონე მაღალია, მაგრამ მე აქ არ მინდა ამერიკელების დონეზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ მოიძებნება ხალხი მიწითქვის, რომ დანტემ ახანეს დაწერა სასწრაფოდ დააპატიმრეთ. როგორც ჩემს კლასში გასცეს ბრძანება დააპატიმრეთ კომუნისტი ავტორი არისტოფანეს სენატორმა, ასევე იქაც არის. იქაც მოიძებნება. უბრალოდ მე მინდა თქვა, რომ როდესაც დანტე ალიგიერზეა ლაპარაკი, იგი უაღრესად თანამედროვე იქნება. დღეს ბევრი დანტეა ჩვენ სირბილდა, ახლა იმაზე არ ლაპარაკობ, ბრაზილიელი ფეხბურთელი როა დანტე. მაგათ უყვართ ეგეთი ფეხბურთელი. ერთი ყავდა შავი ძალიან უშნო ბიჭი იყო. ერთხელ ალენდელი. აკრებში თამაშობდა. მეტყობა სიუშნოვის გამო დაარქვეს. აქ დანტე, სოკრატესი რო ყავდათ გახსოვთ, ალბათ იცით, მას სოკრატეს ძმა ყავდა, ისიც თამაშობდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რაი, კიდე ერთი ძმა ყავდა, იმას სოფოკლე. ასე ესეთი რამე მოსულა. დანტე იყო გემი, სამხედრო, იტალიური. რომელიც ჯარში ჩააბარეს მერე. დანტე ამერიკაში არის რამდენიმე სკვერი, იმიტომ რომ ამერიკელ მაფიოზებს იტალიელი ისინი ჭკუას კარგავენ დანტეს. დანტე არის ნაციონალიზმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. და ეს კაცი
რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სწორი განმარტება ადამიანისა. იყო პოლიტიკური პარტიის წევრი, ხელმოწერული და ხშირად დამარცხებული. ხანახა რომ მეუბნება რა გინდა პოლიტიკა წადი ძმაო წაიკითხე ან ლექცია დაწერე რაღაცა კენი საქმიანი მე სულ მახსენდება კაცო რატომაც არა მაგასაც ვიზამ მაგრამ დანტე რო იყო პოლიტიკური პარტიის წევრი თანაწააგო და რაც ვიერი კაცი იყო ცოლი მოიყვანა ესე კოკა როცა ცოლები კლავისზე მოყავს სიყვარულოდ საყვარლები ყავს სიყვარულით ცოლები ყავს სიყვარულით ცოლი მოიყვანა მოწინააღმდეგე პარტიიდან დანტე შეიძლება ითქვას რომ იყო ნაცი და მოიყვანა ცოლად კაცი. იმ ლოგიკით რომ რომელიღაც ერთი ხო გაიმარჯვებს და რომ გააძევებენ იმ ერთს ბავშვები გარჩებიან ამ დედას და ამ მამასთან როგორც მისი იდეოლოგიის წარმომადგენელი. სპიერ ნაბიჯი იყო. გაამართლა. დანტე გააძევეს. მისი შვილები და ცოლი დარჩა. ცოლი როგორც ჩანს ვერაფერს ვერ უბედავდა იმ თვალსაჩინით რომ ქალიშვილი რო გაუჩნდა დაარქვა სახელად ბეატრიჩე. ხოლო ბეატრიჩე პორტინარი იყო ქალი, რომ მთელი ცხოვრება უყვარდა. უბრალოდ ვინც ნაყოფი ხარ მაგ შესანიშნავ ქალაქში. ისე ვერ იქნებოდით რომ პოლიტიკოზე ან ზოლხიძე არ ვეგერა, ეს ახალი რომელზეც ახლა დგას, ჩვენი კაი რესტორანი. აი მაგ დაინახა პირველ. პატარა ბიჭი იყო, პატარა გოგო იყო. რაღაც დროის შემდეგ ისევ მაგ დაინახა ვიღაც კალებთან ერთად მოდიოდა და გულში შეუვარდა. მე ის გათხოვდა ადვოკატს და ბანკირს და ვიღაცას გაყვა პორტინარის მიიღო მისი გვარი, მაგრამ ახალგაზრდა გარდაიცვალა. დანტეს მასთან არაფერი არ აკავშირებდა ამ სიტყვის დედამიწული მატერიალური გაგება. მაგრამ დანტეს იგი უყვარდა მთელი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე და არავინ არასოდეს არ ყვარებია. და როდესაც აი ის ნაწილები ფილოლოგების დასაცავი რო არის და ხალხი რო არ კითხულობს. აი მაგალითად განსაცმენდელი. ეგ ასაც საკითხია ჯოჯოხეთის საკმაიცო რომ აი ხლა ეპიზოდს გეტყვით და თქვენ კაცურად მითხარით ამის დაკარგვა თუ შეიძლება. დანტეს ყავს ჩიჩერონი ანუ ექსკურსია წონი კიტი და დანტე ხო იცით რა კაცია დიდი ფანტაზიის კაცი ექსკურსია მძღოლად აირჩია ვერგილიუსი იმიტომ რომ დანტე არ იქნებოდა ვერგილიუსის ენეიდაში რო არ იყოს ჯოჯოხეთში ჩასვლა უბრალოდ საიქიოს ჩასვლა ის განავითარა და ის არ იქნებოდა რო არ ყოფილიყო ჰომეროსი რომელმაც ოდისევსი ჩაიყვანა გასაგებია ეს ყველაფერი კავშირშია მე მგონი არც იმ შემთხვევაში არ იქნებოდა ეპისტოლიანი რო დაწერილიყო მაგრამ ამას არ გავახმოვ აზრს იმიტომ მაგაზე სამუშაო არის და გასაგებ დასამტკიცებელია მაგრამ მე მგონი არის შეხვედრები აი წარმოიდგინეთ დანტე აი ამ კაცთან ერთად მიდის ჯოჯოხეთს გაივლის ამის მერე მასთან ერთად გაივლის განსაცმელად და ავა იქ ადგილას რომელსაც ქვია მიწიური სამოთხე სამოთხე არის ორი ერთი არის მიწაზე ადამიანებია კერო გამოგვაქდეს იქიდან გველმა როცული საქმეები ჩაიდინა და მეორე სამოთხე დიდი სადაც ყველა დავეტევით არის კოსმოსში ცეცაში აი მიწიერ სამოთხემდე მოხდა ვერგილიუსი ვერგილიუსი არის ჯოჯოხეთის პირველ წლებში სადაც არ არის ტანჯვა მაგრამ არის ტვინვა პირველ წლებში არიან არაქრისტიანი კეთილი ადამიანები და მონაკლავი ჩვილები 2000 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ დაადგინა მონაკლავი ჩვილები უფალს უყვარს და არიან სამოთხეში. ანუ დანტე გავაუქმეთ ამ ნაწილში. დანტეს გაუყარდებოდა თქო და უბრალოდ მაგ დროს ასე იქნებოდა. დანტე არ არის ორთოდოქსი კათოლიკე. ანუ ყველაფერში არ ეთანხმებოდა მას ეკლესია, რაც თავარია მან ყველაზე უფრო ბოროტ ადამიანებად გამოიყენა რომის პაპები და რამდენიმე იქა, ასე რომ ეკლესიას მაინდამაინც აღმოწონება ღია ბრძოლა მას ვერავინ ვერ გაუწია. ისეთი ცნობები რომ დანტე დააწვეს ამ თვალში გადააყენეს, ესეთი რამე არ გვაქვს. საქართველოში გვაქვს, მაგრამ დამდენ დასწრდება ვერ გეტყვი. აი დანტე ალიგიერი მივიდა ცეცხლის კედელში. და ვერგილიუსი ეუბნება ახვალეს. მე თითქოს არ მაქვს.
მეცოდვილი კაციო მე 64-ში ვერც მიწიაში ვერც წელში ვერ მოხდები მისი დანაშაულია რომ ქრისტიანზე დაიბადა ნატო ვესნის რომ დანაშაულია არ არის დანაშაული ბავშვები რატო არიან ჯოჯოხეობა რა ყველაფრის ახსნაშეულია და ამ ადგილას რომ დახტა ეს ცეცხლის კედელი მან მარტომ გაიარა და იქ დახტა ის ქალი ვინაც იკისრა მისი ეს მოგზაურობა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ვერგილიუსს დაავალა ბეატრიჩე აი რა უნდა ქნას ადამიანმა შეყარებულს რა უნდა უქნას იმაზე დიდი რასაც ჩუქარი უნდა აჩუქო რას დანტემა ჩუქა მისი შეყარებული თან არაფერი არ ქონია აიყვანა ზეცაში მარიამის გვერდით დასვა და სოფლიოს ყველაზე დიდ წმინდანად გამოაცხადა ადამიანთა შორის და ეს ქალი შეხვდა მას და უთხრა და დახარა მათ არის მოკიდა წვერში ხელი და უთხრა აციო წვერ შემომხედე შენ როგორ გაბედე ჩემს გარდა ვიღაც ქალები რო გყოლიო ეს უნდა წაიკითხოთ რა ხო ეს არ გეკონოთ რომ ეს იყოს ეს კილლა და დამანა კაია კილლა და დამანა არ დაუ სული არა ნუ უნდა წაიკითხოთ რა პრეტენზია ქალს რომელთანაც არაფერი არ ქონია კაცთან თელი ცხოვრება მას მიუძღვნა თელი პოეზია მას მიუძღვნა ყველა ლექსი მას ცოლზე დაწერილი ერთი ლექსი არ არის ერთი წელი არ მიუწერია იქო ერთი წელი ბავშვები გამოუშვიდა გააზრებინა ბავშვის სახელად ბეატრიჩე რა თქმა უნდა და ამ ქალმა მოკიდა ხელი წვერში და აციე წვერი და შემოხედე არა ერთი შემოხედე გაბედე და მითხარი როგორ იყო ეს ამბავი უნდა ნახოთ რა ეს ფანტასტიკური ამბავი მე ძალიან გულისხმდება რომ ეს პოემა კი გვაქვს თქვენ ქართულად იგი თარგმნეს პირველი წიგნი კონსტანტინე გამსახურდიან და კონსტანტინე ჭიჭინაძე მეორე და მესამე წიგნები კონსტანტინე გამსახურდიან არ არის სუდი მაგრამ დანტეს უკეთესი ეკუთვნის იმ უბრალოდ ის რომ ჩვენმა დიდმა მწერალმა რომელიც კარგი პოეტიც იყო თვითონაც კარგი ლექსები დაწერდი რომ იტალიური არ იცოდა ისე დონეზე რომ დანტესთან მისულიყო მისი თარგმანი ალბათ გერმანულიდანა ყველაზე უფრო სავარაუდოა მე ვიცი რომ დანტეს თარგმანი კეთდება უბრალოდ ისე იგი რაღაცები არსებობს მაგრამ ის თავარი თარგმანი ჯერ არ არსებობს და ჩვენ მას ველოდებით ორი ლოდინი გვაქვს ჩვენ თარგმანების დარგში ერთი ლოდინი გვაქვს ამასთანავე დაჯილდოება შეხვდა თარგმნელი კითხვა მაგრამ არ მიპასუხა ან ვერ გაიგო კითხვა ან არ ვიცი რა შეგობა ეს არის ასე ფაუსტის მეორე ნაწილს ველოდებით რატო წერილია იმედია ააგენებს საშუალებას და გაჩვენებს ეს ვიცი რომ დამთავრებული ექნება ოღონდ ულის და ულის სანამ არ მიიყვანს ბოლომდე სულ ასწორებს და ასწორებს ესეთი კაცია და დანტეს ველოდებით აი ეს ადგილი რომელშიც ქალმა მას აყვედური უთხრა ამავე დროს არის უმაღლესი პოეტური გამართულობით საერთოდ პოეზიის თვალსაზრისით დანტე დიდი საოცრება გერწერა რითმები ტექსტი თვითონ აი ეს მდინარება აზრი საოცრება გეოგრაფია ჯოჯოხეთი საოცრება გასაოცარი და ადამიანის კონცეფცია რომ ვერავინ ვერ მოხდება 64-ში პირდაპირ ერთი ორი გამონაკლისია მაგრამ როგორც წესი ბეატრიჩე გამონაკლისია პირდაპირ 64-ში ამოყოთა მაგრამ როგორც წესი გაიტიპები ვინც ცოდვილები იყვნენ მაგრამ მოინანიეს ხდებიან განსაცმენდელში სადაც მიმდინარეობს მუშაობა მათი ცოდვის აღმოსაფხრელად დანტე რო იქ შევიდა საერთოდ ხომ მაგაირა მე რომ ცოცხალმა კაცმა გაიარა სამივე წრე ყველაფერი ნახა და იქიდან კიდე მიწაზე დაბრუნდა აი აქ რომ მოხდა შუბზე 7 პ დააწერეს პ პეკატუმ ცოდვა პ 7 სასიკვდილო ცოდვა არსებობს და თითო წრეზე არის თითო სასიკვდილო ცოდვა მთა ეს მთა როგორ წარმოიშვა დანტე ხო ეცით რა კაცია ყველა არც მთა წარმოიშვებოდა როდესაც უფალმა ხელი დააავლო სატანას და გააქანა სატანა გამოფრინდა და შეერჭო დედამიწას და აღმოჩნდა ზუსტად მის შუაში კომპენსაციით რაც ამან შეანგრია და წარმოიქმნა ჯოჯოხეთი ასე ტრიალტრიალით და ბოლოს ცენტრში აღმოჩნდა კომპენსაციით ასევე ტრიალტრიალით ამოვიდა მთა და აქ ხო იყო 9 წრე იქ ამოვიდა 7 წლის მთა
და მერე გეომეტრებმა, მათემატიკოსებმა, ვიღაცებმა იანგარიშეს, რომ ასე მოყოფილიყო, ასე იქნებოდა. ანუ ასე 10 ტრიალი თუ 9 იქნებოდა, იქ 7 რო იქნებოდა დაახლოებით რა. ოღონდ დანტემ უცნაური რამ გვითხრა დედამიწის შესახებ, რომელიც აღარ გვჯერა ახლა. რომ დედამიწის ცენტრში არის ყინული. დედამიწის ცენტრი გავარვარებული ცეცხლია. ამიტომ მაგ ნაწილში ჩვენ მისი არ გვჯერა. მაგრამ დანტემ თქვა, რომ ყველაზე დიდი ცოდვილები კი არ იხარშებიან ცოდვაში, არამედ იყინებიან ცოდვაში. ამას წინათ გამოქვეყნდა დანტეს გავლენით, რა თქმა უნდა, მეცნიერული ჯოჯოხეთის 9 წლე. პირველ წლებში იქ სადაც დანტესთან არიან ქრისტემდელი კეთილი ადამიანები, ჰომეროსები და ასე შემდეგ. პირველ წლებში აქ არიან მეცნიერები, რომელთა თვითონ სიყალბე არ ჩაუდენიათ, მაგრამ სხვის სიყალბეს ხური წაუყრუეს, თვალი დაუხუჭეს, გრანტები და ამბები აძლიეს და ახლა არიან იქ. იქ არა ტანჯვა, იქ არა დირტვინმა. ხოლო ბოლო წლებში ჩაყინული არიან მეცნიერების მოღალატეები, ფალსიფიკატორები, რომელთა თითოეულს გაყინულს წინა აქვს გაყინული ფურცელი, რომელშიც წერია, რომ ჯოჯოხეთში ყინულის არსებობა შეუძლებელია. მაგრამ ეს ყველაფერი ფალსიფიცირებული და თვითონ არიან ამ ყინულში. ეს ახლახან დაიბეჭდა დანტე უქტავი არის, იმიტომ რომ ეგეთ იდეებსაც ახლა წარმოშობს. დანტეს კონცეფცია, როგორც გითხარით, არის ასეთი: ყველა ადამიანი ცოდვილია. ქრისტიანული კონცეფცია: ყველა ადამიანს აქვს გადარჩენის შანსი. თუ ის მოინანიებს, თუ ის არ მოინანიებს, მას შანსი არ აქვს. ჯოჯოხეთიდან განსაწმენდელში ვერ მოხვდები. რატომ? წარმოუდგენელია. ისეთი ლიფტი ადის, რომელსაც ადამიანი ვერ შეძლებს. თუ იმან არის სურვა, იქიდან ვერ აგიყვანს. კიბე არ არის, გასასვლელი არ არის. დედამიწა მთავრდება თავის ცენტრში. სადაც ლუციფერი არის გაყინული, მაგრამ ცოცხალი და აქვს 3 ხახა. ეს ვიცით საიდან აქვს დანტეს, მის ბავშვობაში რო დადიოდა ბაპტისტერიონში მოსანათლად, იქ არის ასეთი შესანიშნავი მოზაიკა, რომელშიც ლუციფერს არა მარტო 3 ხახაში, არამედ კიდე ყურებში ყავს ისინი ცოდვილები. ამან ეს დაინახა და თქვა 3 ხახა, 3 კაცი არის ცოდვილობის ჩემპიონები. 3 ვინმეა იქ. ერთს მე მგონი ყველა გამოიცნობდა, ესა იუდა ისკარიოტელი, აბასა და მაგის ადგილი. 2 ძალიან იტალიურია. ბრუტუსი და კასიუსი, იულიუს კეისრის მკვლელები. ოდისევსი არის ჯოჯოხეთის მერვე წლებში, ხოლო იულიუს კეისრის მკვდრები არიან, მკვლელები არიან მე-9 წლებში. იმიტომ იულიუს კეისარი, რა თქმა უნდა, პირველ წლშია და გული წყდება ალბათ. პირველ წლში რო არის, 60-ში ვერ ახვედრებს, იმიტომ მისივე წესებით გაიჭედა, მაგრამ მისი მკვლელები იქ აღმოაჩინა. დანტე წარმოუდგენლად ადამიანურია ამ უბედურებების აღწერა. რაც შეეხება პოეზიას, წარმოსახვა. აი უყურეთ, თვითმკვლელი როგორ შეიძლება იყოს წარმოდგენილი. ჯოჯოხეთში თვითმკვლელი ეს არის ხის ტოტი, რომელსაც თუ მოატეხავ რამეს კივის, წივის, ტირის ტკივა. დანაშაული მიმართული საკუთარი თავის წინააღმდეგ არის საშინელი დანაშაული. დანაშაული არ გაიმეტა დანაშაულისთვის და ჩასასმელად საშინელ ადგილას თავისი მასწავლებელი ბრუნეტო ლატინი, რომელიც ძალიან უყვარდა, მაგრამ ის ერთსქესიანი სიყვარულის კაცი იყო და რა თქმა უნდა ჯოჯოხეთში მოათავსა. მიუხედავად ასეთი სიყვარულისა, განსაკუთრებით ამაღელვებელია სატრფიალო წყვილები, მაგალითად მეორე წლებში. ეს არის შესანიშნავი ისტორია იმაზე, ძალს და მულს როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი. წიგნის კითხვის დროს ძალიან საინტერესო არის. წიგნი პირველად ჩნდება, წიგნი როგორც წერილი და სხვა ფიგურირებდა, მაგრამ წიგნი როგორც ლიტერატურის
მამოძრავებელი რაღაცა სიუჟეტის წამყვანი ამბავი პირველად ჩნდება. ისინი კითხულობდნენ წიგნს რაინდებზე. და რაინდებში მოგეხსენებათ ერთი ცნობილი ამბავია, როდესაც ასე ვთქვათ, არასწორი მიმართულებით წაიმართა ვინერვას სიყვარული და მთელი ამბები არის ამასთან დაკავშირებული და ამას კითხულობდნენ. და წიგნმა მოახდინა გავლენა და შეუყვარდათ ერთმანეთი, ფრანჩესკას ამბავია და ისინი ღმერთმა დასაჯა, მაგრამ სასჯელს იხდიან ერთად. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ერთი რამ. ხანდახან გამიგონია, რომ მე არ მომიხდია სასჯელი და აბაზე მაქვს პასუხი, მაგრამ კიდე გამიგონია, რომ გაგებენ პატივი მცა, მეგობრ ცუდ კაცს და ძმასთან ერთად ჩამსვა. მინდა ახსარებასავით გითხრათ, არ ჩაჯდეთ ძმასთან ერთად. არ არის კარგი. ახლა ესენია შეყვარებულები ერთად რო არიან ჯოჯოხეთში. გონიათ უხარიათ ერთმანეთის დანახვა. ჩემი ძმა მთელი ის წლის განმავლობაში რაც იქიჯდა, სისხლს მიშრობდა. დილას 6 საათზე არ იღვიძებდა საბჭოთა კავშირის ჰიმნთან ერთად. შემოდიოდა ხალხი და აღწერაში ჩაწერდნენ, რომ არა ამდგარი და ერთი წუთის დაგვიანებაც ისე იგი არის მთელი უბედურება. მე კიდე სულ მეშინოდა, რომ არ დაემატებინათ მისთვის. იმიტომ რომ მამა ჩემი მოსამართლე კაცი იყო და იმის მაგერად მე ჭკვიანური ეთქვა გამომშვიდობების დროს ჩვენი მოსამართლის გასაგონად მითხრა ხო იცი ეს რა ხალხია და არ დაიმატოთ, მეტი არაფერი თქვენგან არ მინდაო. და ესმოდა ძალიან კარგად სისტემა, რომელშიც ვიყავი. არ იყო კარგი, ნერვიულობის მეტი არაფერი არ იყო. ჩემი ძმა რომ გათავისუფლდა, მეორე დღეს მე ჩავდექი შტრაფნუი იზოლატორში და ჩემზე ბედნიერი კაცი იყო, იმიტომ მანამდე ვერ ჩავჯექი. შიშისგან რო სანამ მე იქ ვიჯდები, ჩემ ძმას რამე არ მოუვიდეს და მანამდე ბევრ რამეს ვიტანდი. და პირველივე აუტანელი არავიტანე, როგორც კი გავთავისუფლდი. ამიტომ თუ ვინმე საინტერესებს რა არის, სხვაგან არა. თუ ვინმე საინტერესებს იდეოლოგიურად რა არის პატიმრობა, არაა საჭირო პატიმრების მოგონებების საკითხვა. თუმცა იქაც საინტერესო რამე ეგწერი. წაიკითხეთ დანტეს ჯოჯოხეთი. დანტეს ჯოჯოხეთი არის საოცარი წიგნი ჯოჯოხეთი. ერთხელ მე ჩემს მორწმუნე მეგობარს, რომელიც იყო და არის ებრაელი, რომელზეც ერთმა ჩვენმა ღვთაებმა თქვა, ეგ რანაირი ქრისტიანია, დედაც და მამაც ებრაელი ყავსო. და პასუხად მიიღო, რომ როგორც ქრისტესო, სხვა შორის დედაც და მამაც. იახვეც ებრაელი იყო და მარიამიც. მაგრამ როგორც არის. ხო და ამ მეგობარს ისეთი ნამდვილი ქრისტიანი იყო, რომ ვიღაცამ თქვა, მოდი რამე ვაწყენოთ და ვერ ვაწყენინეთ. იმიტომ რომ როგორც კი აბეცუც ვიზამდით, ის ჩვენთვის ლოცულობდა. ახლაც ასეთია. სხვა კონტინენტია. და ერთხელ მე მას ვკითხე, ჯოჯოხეთი რა არის მეთქი. აი მაინტერესებდა რა სიტყვის, განათლებით არის ოკეანოლოგი. არის ფიზიკოსი, მძორნე საქმეების და ესა, მაგრამ როგორც კი ქრისტიანობაზე მიდგება საქმე, იმ წუთას გეტყვის, რომ საიდან მოიტანეთ ეს 13 დღე, ძველი სტილი, ახალი სტილი, ჩვენ ყველა დღე დათვლილი გვაქვს და საიდან მოიტანეთ, ბიჭო, როგორც თუ საიდან დედამიწა ბრუნავს და ხო იცი, იქ დღეები და წუთები, წამები და აცდა და შეიქმნა და რაღაცა და კათოლიკებმა გაასწორეს. გაიქნებოდა, რომ სხვებს გაესწორებინათ. მოკლედ ესენი არ ჯერა, მაგრამ ძალიან საიმედო კაცია. და ვეკითხები რა არის ჯოჯოხეთი. მან მომცა განმარტება. ჯოჯოხეთი არის, როცა ცუდად ხარ და ყოველ წამს მდგომარეობა უარესდება. ეს არის ცუდად ყოფნის მისწრაფება, რომელიღაც უსასრულოდ ცუდად ყოფნისკენ, სადაც არ არის არანაირი გამოსავალი. ეს სამყარო აღწერა დანტე. რო კითხულობ, ფიქრობ, რომ ეს რად გვინდოდა ახლა ეს ამბავი. აღეწერა რამე კაი ამბავი და დედამიწას ცოტა ამბავი ხდება, მაგრამ არავინ არა ისეთი ცოცხალი აღწერი. იმიტომ რომ იქ ხალხი რო ხდება, ყველა ყვება თავის ამბავს. და ეს ისტორიები ყველა დედამიწაზე მოხდა, რა თქმა უნდა. ის ფრანჩესკას რო ძავს რო ის მაზლი რო შეუყვარდა, ის ხო ნამდვილი ამბავია. სულ ნამდვილი ამბებია. კაცი ნახა ჯოჯოხეთში, რომელიც ცოცხალია,
და იკითხა კი მაგრამ როგორ ესაც ეს ცოცხალია კი კაცო მაგის ცოცხალი მასული მკვდარია ხო ხედავ ეს დანტეა საოცრება არის ადამიანური კონცეფციის თვალსაჩინო დანტემ შექმნა ახალი აიდის ადამიანი ლიტერატურაში რომელიც წარმოუდგენელია რომ არ იყოს ცოდვილი ანუ წარმოუდგენელია რომ შენ არ იყო ყველა შენ ხარ რო კითხულობს მგონია რომ აი როგორც ნოსოლოგიური სახელმძღვანელოს რო კითხულობს ჯანდაცვის ამე ძეგლებს და რო გეჩვენება რომ ეს ამონტყოფობა ჩემ ჭირს ისიც იმიტომ ჩვენებების სულ შენია კაცო მარცხენა თითი თუ გეკავება რაღაცა თითი იმწუდას მოგეკავება დანტეს ჯოჯოხეთი არის წიგნი სადაც ყველა ადგილას ერთი პატარა ლევან ბერძენიშვილი უნდა იჭდეს ყველა ცოდვა გონია რომ ჩადენილი შეიძლება ბრუნეტო ლატინის და მაგრამ რა ვიცი იქნებ სიზმრებში მე რა ვიცი ერთხელ სიზმარში ვნახე ჩემ კლასელთან ერთად დავფრინავდი ის ბიჭი იყო და ფროიდმა თქვა ფრენა სიყვარულიაო მართალია მე რო წავიკითხე ფროიდი გვიანი იყო უკვე აღარ ფრინავდი რა ვიცი თაბა როგორც ეს ვაჩორის ბავშვობაში მქონდა უცნაური შიში ძალიან ახალგაზრდა ვიყავ თუ ბავშვი ვიყავ წავიკითხე თომას მანის ეს შესანიშნავი ნაწარმოები რომელშიც ლაპარაკი არის ასეთ ტიპის სიყვარულზე მოგეხსენებათ სიკვდილი ვენეციაში და შემეშინდა რომ რო დავბერდები მე საშენ ბახივი შეიძლება ბიჭები შემიყვარდეს და ეს შიში მქონდა დიდხანს სანამ არ დავბერდი რაღაც შევატყე როგორც მიყვარდა ბავშვები გოგოები ისე მიყვარდა ხო ბიჭებიც კაი ხალხია რა მე ნაგის ბედი მქონდა მოსწავლობდი სკოლაში მას ყოფილი თავთა სკოლა იყო და ყველა მასწავლებელი კალი მქონდა მე მუშაობდი 6 წელი ეროვნულ ბიბლიოთეკაში სადაც 96% კალი იყო და ვენაცვალე ერთ შესანიშნავ კაცს კაკოძიძის რომელიც ტელევიზიიდან გაუშვეს მთელი ტელევიზია წაიყვანა თან ტელევიზიაში კალებს როგორ არჩევდნენ ხო იცით რა დიქტორები ლამაზ და ბიბლიოთეკა გაავსო ლამაზი კალები და მე ესენ დავყვი ასაკში მაგრამ კვლავ ლამაზი მე რა თქმა უნდა ბოროტად მოვიქეცი და 14%-ამდე გავზარდე კაცების შემადგენლობა და ასევე ქორწინებებზე ასეთებს შეუწყე ხელი მაგრამ მაინც ის გარემო ჩემთვის იყო ძალიან ბუნებრივი მე ვსწავლობდი გპ-ში სადაც 25 ბიჭი იყო და 3 გოგო და იქიდან გავიქეცი უნივერსიტეტში სადაც 104 ბიჭი იყო და 104 გოგო იყო და 6 ბიჭი რა იყო ხელის გულზე პატარები ეს ახსოვს რა გადაყოლილი იქნა არაფერი ზედმეტი მაგრამ მაინც ძალიან კარგი დანტეს როცა ვკითხულობთ სულ მაქვს ეს შეგრძნება რომ მიუხედავად იმისა ასეთი მძიმე წიგნია და ასეთი შემაშინებელი წიგნია ამ წიგნის მერე გინდა მორწმუნე იყავი გინდა ურწმუნე ცოდვი ჩადენა არ გინდება ანუ მისი მხატვრული ძალა ძალიან დიდი და გრძნო რამდენი ტკივილი აქვს ამ კაცს ნანახი და როგორ უყვარს სიცოცხლე თუ კი ამის აღწერა შეუძლია და მიწაზე დაბრუნება შეუძლია მაგის მერე საოცარი წიგნი დაგვიტოვა დანტემ და საოცარი კონცეფცია მოქცა ადამიანის და გადახვდა ერთ კაცთან ბევრი კაი ვინმე იყო კიდევ მათ შორის იყო მაგალითად შესანიშნავი ავტორი რომელიც ახსენება არაფრით არ შეიძლება ვინაც გააცოცხლა ძველი ტრადიცია და ვინაც თეატრში შეყარა მაყურებელი